გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოვყევით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა, როცა შემიძლია გაჩვენოთ ინტერიერი, რომელზეც თავად სახლის პატრონმა იმუშავა. მე გეტყვით რატომ? რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ჩვენი უნიჭიერესი დიზაინერების ნამუშევრები, მაგრამ როცა შედიხარ სახლში, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თავად მე პატრონის მიერ არის დაგეგმილი, მოფიქრებული, შესრულებული, ეს სულ სხვა ემოციაა. ყოველთვის უფრო მეტად ვგრძნობ ამ ადამიანის ხასიათს, მით უმეტეს, როცა ვიცნობ ადამიანს, მჯერა მისი ძალიან კარგი გემოვნების და ზუსტად ვიცოდით წინასწარ, რომ ულამაზესი სახლი დამხვდებოდა. ეს არის დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძის შესანიშნავი ახალი ინტერიერი, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ დაგეგმა, მოიფიქრა და შეასრულა. და მე მგონი არაჩვეულებრივი idეები გველის. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კნაუფი, გერმანული ხარისხი. ბინა 140 კვადრატია, აქ აუცილებლად უნდა განთავსებულიყო 4 საძინებელი და მისაღები ზონა ასეც მოხდა. ერთი საძინებელი არის ეგრეთ წოდებული master საძინებელი, დანარჩენები იყოფენ ერთ სველ წერტილს. დავსხედით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და არის სტარკის დიზაინერი და საოცარ პროექტებს აკეთებს პარიზში. გიორგი ბოქოლიშვილი და მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა, რადგან აუცილებლობა იყო 4 საძინებელი მქონოდა, ასევე მისაღებიც, სამზარეულოდ ფუნქციური, აი თან ზედმეტი არაფერი, აი ესე დავსხედით და დავაპროექტეთ. შემდეგ რომ ჩამოვედი თბილისში, ჩემი კოლეგა ნათია კარეული, რომელიც არაჩვეულებრივად ნიჭიერი გოგოა, კონკრეტულად ეხლა ინტერიერის დიზაინერად მუშაობს, მასთან ერთად დავსხედი და უკვე ავაწყყვეთ ეს ნახაზი უკვე ზუსტად სანტიმეტრებში და ნათიამაც აი პატარ-პატარა დეტალები და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე დავხვეწეთ, თქვა ოთახს რაღაც ოდნავ ჩამოვაჭერით, სამზარეულო ჩავსვით, აქ უკვე მისაღები, თქვა დიდი მაგი და აი ესეთი დეტალები მაქსიმალურად ყველა სანტიმეტრი გამოვიყენეთ. თუმცა ეს სივრცე გაცილებით უფრო დიდად გამოიყურება, თვითონ მისაღებ სივრცეს გულისხმობ. ალბათ იმის გამო, რომ აქ განუსაზღვრელად ბევრია სინათლე, რომელიც შემოდის გარედან, ძალიან ლამაზი ფრანგული სტილის ფანჯრებით, რომლებიც თანამედროვეა, მაგრამ ეს ტიხრები აძლევს ძალიან განსაკუთრებულ ხასიათს და რა თქმა უნდა, თბილი ულამაზესი ფაქტურის მქონე ხის იატაკის გამოც, რომელიც ამ სივრცეს ძალიან ალამაზებს და კრავს. ეს არის ბუნებრივი ხის პარკეტი, რომელიც დაგებულია ფრანგული წყობით და აი ამ სახლის სითეთრეს, მოლდინგებს, აი ამ გამჭვირვალებას ძალიან უხდება ჩემი აზრით. აქ მთელი ინტერიერი თეთრია. ყველაფერი, რასაც ნახავთ, სივრცეში არის აქსესუარის ან ავეჯის რაღაც დეტალებით შემოტანილი და მე მგონი ეს მშვენიერი ხერხია, რომელიც ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ. როდესაც აი თეთრი კედლები და სისადავი არის ბინაში, უკვე მარტივია მისი მოწყობაც, ხო, დამეთანხმებით და ბევრი ფიქრის რო არ მქონდა, შესაბამისად, გადავწყვიტე თეთრი ფერები, ასევე ეს კანტები ფრანგულად, მაგრამ ძალიან სადად, ალბათ ნახე კიდევაც ალურ, ყველგან არ მაქვს, ანუ ძალიან ისე რა, სადად და შემდეგ უკვე რო წავიდა, თქვა აი რემონტისკენ რო გადავიდა, თქვა არჩევა იმ კაფელის იქნებოდა გრანიტის თუ დეტალების, ესეც შავ-თეთრ ტონალობაში. და რითიც გავაწყე ავეჯი, ეს ყველაფერი პარიზში შევიძინე, ნელ-ნელა, აი ლამპებით დაწყებული, დამთავრებული პატარა ტუმბოებით, ეს ყველაფერი ჩემს თავში კარგად შევაერთე და თითო ოთახს ვაწყობდი ეს ჩემი იმით რა ფანტაზიით რა სადრე დაეტევა და ფოტოები მქონდა რაღაც მუდბორდებს ვაკეთებდი პატარ-პატარ იქ ამას დავკიდებოდი ეს ამისთვის დრო ბევრი მქონდა იმიტომ რომ გაიწელა რემონტი
და შესაბამისად აი ყვავილებიც კი მზად მქონდა ქოთნებში, გარეთაც, შიგნითაც, აი ამ დონეზე მოწყობილი და ამიტომ რომ დამთავრდა რემონტი და ეს ყველაფერი შემოვიტანე, გეგონება სახლში ვიღაცა ცხოვრობს. ანუ კიდევ ერთი რაც აძლევს ამ სივრცეს სტრუქტურულობას, ეს არის მოლდინგები, რომლებიც ძალიან ზომიერად, საკმაოდ თხელი ვერსიებია შერჩეული, არის განთავსებული როგორც კედლებზე, ასევე ჭერში. მოლდინგები გვეხმარება ასევე ზონირების განსაზღვრაში, მით უმეტეს თუ ჩვენ გვინდა რომ მოვნიშნოთ მაგალითად ტელევიზორის ადგილი, ან გარკვეული ნახატების კოლექცია გვაქვს და გვინდა რომ ამ ნახატებს კიდევ დამატებითი მოჯარჩოება ჰქონდეს. სახლი არ არის ახალი და როცა შეიძინეს ახალმომე პატრონებმა არ იყო საუკეთესო ფორმაში, თუმცა მას ჰქონდა ძალიან დიდი პლუსები, კერძოდ კი ბევრი ფანჯრები, ის რომ ის გამჭოლია და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი პლუსი და მას აქვს მაღალი ჭერი, თუმცა ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი პრაქტიკულად ყველაფერი. ამიტომ ეს სივრცე ნულიდან არის შექმნილი. 40-იან წლებში რო აშენდა, მას შემდეგ ხელი არ იყო მოკიდებული არაფერს. ხო წარმოგიდგენიათ, ეხლა როგორი სახლი იყო. მაგრამ რო დავინახე და გულწრფელად ვიტყვი რომ ეს ტელეფონით ნახე, იმიტომ რომ პარიზში ვიყავი და სასტრაფოდ უნდა მეყიდა. მიხვდი აი ჭერის სიმაღლის და სინათლის, რომელიც სახლში შემოდიოდა, გამახსენდა ბავშვობაში რო ვცხოვრობდი, აი იმ ძველ სახლში. და აი განათების და ჭერის გამო, აი იმ წუთშივე ვიცოდი რომ უნდა მეყიდა ეს სახლი და რა თქმა უნდა, როდესაც გააქვს ამის უნარი, რომ იცოდე რის გარა გამოვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი გამოვიდოდა. რა აძლევს ჩვენს ინტერიერს დასრულებულ სახეს? ლამაზი კარი, ტიხარი თუ გჭირდება განსაკუთრებით თუ ის მოძრავია და შეიძლება ძალიან მარტივად და სრულიად უჩინარი მექანიზმით გადაიქცეს ერთ პატარა ნაწილად ჩვენი ინტერიერის, რა თქმა უნდა, საინტერესო ავეჯი და რაც მთავარია, ერთი დიდი, ძალიან კომფორტული ფუმფულა ტახტი, რომელიც აუცილებლად გახდება ჩვენი მისაღების სივრცის გრავიტაციის ცენტრი და ყველაფერი ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ ნორდეს შოურუმში. ნორდეს შოურუმი კომპანია გაბილდის კოლგის ქვეშ არის მოქცეული და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აქ მთელ სივრცეში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის კარი, გასასრიალებელი თუ დასაკეცი, ტიხრები, ძალიან საინტერესო მინებით, რომლებიც ძალიან აქტუალურია და ბუნებრივია ავეჯი, თუ არ მოგწონთ აი ასეთი ტიპის გარდერობი, შესრულებული მუხის ხის ანათალით და გინდათ მაგალითად უფრო მუქი ფაქტორის, ან ცოტათი უფრო პატარა, ან თუნდაც უფრო დიდი ან დახურული სეგმენტებით. ამის განხორციელება თავის უფადაა შესაძლებელი. კედელი, რომელზეც ტელევიზორია განთავსებული, ყოველთვის ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. აი აქ ნორდეში ძალიან საინტერესო მთელი სტრუქტურაა მოფიქრებული იმისთვის, რომ ეს კედელი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო, გარდა იმისა, რომ იყოს ფუნქციური. აქ არის ძალიან ბევრი სათავსო, არის თაროები, რა თქმა უნდა, არის საშუალება, რომ ტელევიზორი მოთავსდეს და ეს კედელი გარდა იქნება კიდევ ერთ დიზაინერულ ობიექტად თქვენ სივრცეში. აი ასეთი ტიპის ტიხრებთან ინტეგრაცია სხვადასხვა ავეჯის კიდევ უფრო მეტად გვიადვილებს წარმოდგენას. ყველა მინა ასევე ლამინირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მინის დაზიანება მოხდა, ის უსაფრთხო იქნება თქვენთვის. აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ეს კარი, მათთვის, ვისაც ცოტა ადგილი აქვს. ნახეთ, როგორ ზოგავს სივრცეს ეს კარის სისტემა. კიდევ ერთი მექანიზმი, თუ გვინდა, რომ კარი აი ესე პატარა კედლის მონაკვეთზე მთლიანად მოთავსდეს. ძალიან გვიმარტივებს მსგავსი ტიპის მექანიზმები, რა თქმა უნდა, ცხოვრებას განსაკუთრებით პატარა სივრცეებში. შოურუმში შემოსვლისთანავე თვალში გვხვდება არა მხოლოდ ძალიან მრავალფეროვანი ავეჯი, არამედ ტიხრების მრავალფეროვნება. კარი ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულებაა და უკვე 7 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე გაბილდი ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით ოპერირებს. გადავწყვეტეთ, რომ ამ შოურუმში გაგვეკეთებინა ინტეგრირება კარისა და ავეჯის ერთად, რათა მომხმარებელმა შეძლოს სრული სურათის დანახვა მათი ბინის მყუდროებისთვის. ჩვენთან მოსულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, რომ შეიცნოს როგორც შოურუმში წარმოდგენილი მოდელები, ასევე მოდელები, რომელიც მოცემული გვაქვს კატალოგში, მაგრამ ფიზიკურად შოურუმში არ გვაქვს. გარდა ამისა, თვითონ ბრენდს ნორდეს აქვს ეგრეთ წოდებული bespoke მიმართულება, რაც გულისხმობს ინდივიდუალური შეკვეთების გაკეთებას მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით. ჩვენ ნებისმიერ მომხმარებელს თავაზობს სრულ სერვისს, იქნება ეს კარის სივრცის
ინფორმაციის გამყოფი ტიხრების თუ ავეჯის მიმართულებით, დაწყებული კონსულტაციიდან, გაგრძელებული აზომვითი სამუშაოებით, დასრულებული მონტაჟით, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის აზრი. როგორ მუშაობს კომპანია დიზაინერებთან? ჩვენი შოურუმის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ეს იყო, რომ შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც დიზაინერს შეუძლია თამამად მოიყვანოს დამკვეთი და ავეჯი ვაჩვენოთ მათ რეალურ სივრცეში. მაქსიმალურად ვეხმარებით და კონსულტაციას ვუწევთ, რომ მოვარგოთ თითოეული ნივთი მათ ჩანაფიქრს, რომ მიიღონ ზუსტად ის კონფიგურაცია, რაც კონკრეტულ პროექტში აქვს გათვალისწინებული. Nord.js არის ჭკვიანური გადაწყვეტილებები, ადგილის დაზოგვის სრულიად შესანიშნავი საშუალება და რაც თავარია ძალიან ბევრი მაღალი ხარისხის კომფორტული და ლამაზი ავეჯი, რომელიც აუცილებლად მთლიანად გარდაქმნის თქვენი სახლის ინტერიერს. სახლში შემოსვლისთანავე ხვდები ამ განუსაზღვრელ სითეთრეში და სიკათქათეში. იატაკზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან ლამაზი თბილი ხის ფაქტურა ხვდება, რომელიც გამდიდრებულია ასევე ძალიან ტრადიციული ნახატის მქონე გრძელი ხალიჩით, რომელიც რაღაცნაირად უკვე ერთი ფერის აქცენტით, რა თქმა უნდა, შემოდის და გადაინაცვლებ პირდაპირ მისაღებ ზონაში, სადაც გაყავხარ ესეთ ნახევრად გამჭვირვალე კარებს. თუმცა ამ დერეფაში არის ბევრი კარი, შევდივართ საძინებლებში, სრულ წერტილში, საკუშნაოში, მაგრამ აი აქ უკვე ჩავთვალოთ, რომ მისაღებ სივრცეში ვართ, რომელიც ასევე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. არის მისაღების ზონა, სადაც სასადილო მაგიდაა განთავსებული, არის რა თქმა უნდა სამზარეულო, რომელიც ნახევრად გახსნილია და არის უკვე მისაღები ზონა, სადაც არის ტელევიზორი, რბილი ავეჯი და რაც თავარია ეს უზარმაზარი ვიტრაჟი, რომელიც იხედება ეზოში, საიდანაც გვიყურებს უცნაურია, მაგრამ უზარმაზარი ძველი პალმის ხე. ამიტომ ცოტათი უცნაური შეგრძნება გიჩნდება. დიზორიენტაცია გაქვს, ვერ ხვდები სათხარ ნამდვილად თბილისში თუ სადმე ზღვისპირა ქალაქში. როცა მე ვთქვი, რომ სამზარეულო ნახევრად გახსნილია, აი ამ ტიხარს გულისხმობდი. როგორც მოგახსენეთ, სახლი ძველია და აი აქ ძალიან ხშირად ამ პროექტირებისას ჩვენ გვხვდება ეგრეთ წოდებული მეორადი განათების მქონე სივრცეები. მაგალითად, როგორც აი ეს სივრცეა. აქ იყო ალბათ ერთი ოთახი და შემდეგ უკვე მეორე სივრცე, სადაც აი ამ თახით გავდივართ, არის ყოფილი შუშაბანი, თუმცა ახლა ის გადაქცეულია ძალიან ლამაზ ნათელ მისაღებ ზონად. აქ დიდი ალბათობით იყო კარი და ფანჯარა, რომელსაც შუშაბანში გავყავდით. მათი აუცილებლობა აქ უკვე აღარ იყო, ამიტომ შეიქმნა ესეთი ორი თაღი, ეს კედელი მზიდია და რა თქმა უნდა დარჩენილიყო ადგილზე. სამაგიეროდ დიდი პლუსია, კედლები გვჭირდება იმისთვის, რომ ლამაზი რადიატორები მოვათავსოთ და როცა მით უმეტეს აი ამ კუთხეში გინდა რომ გააკეთო სამზარეულო მსგავსი ტიპის პატარა ტიხარი სულაც არ არის ცუდი იდეა, იმიტომ რომ ის ბუნებრივად მონიშნავს ზონას და თან იცავს მისაღებ სივრცეს სამზარეულოს ხმაურის. სასადილო ზონა ძალიან ბუნებრივად არის მოთავსებული სამზარეულოს გვერდით, მონიშნულია დაშვებული, უფრო დაბლა დაშვებული სანათებით და ულამაზესი ჭრელი სუფრით, რომელიც როგორც მკვეთრი ფერის აქცენტი შემოდის. თუმცა სამზარეულო ასევე ზონირებულია იატაკით, რომელიც ულამაზესი მარმარილოს სხვადასხვა ვერსიებით არის აწყობილი და ამ შემთხვევაში პარკეტს ენაცვლება. ყველაფერი, როგორც უკვე გითხარით, რაც მოპირკეთებას ეხება ამ სახლის, არის თეთრი ფერის. ამ შემთხვევაში ეს სამზარეულოსაც ეხება. ძალიან მცირე ჩანართების მქონე კვარცი არის გაშვებული როგორც სამუშაო კედელზე, ასევე ზედაპირის ფუნქციასაც გვიწევს და შეღებილია MDF-ის ფასადები ზუსტად კედლის ფერია. ამიტომ ეს სამზარეულო პრაქტიკულად იშლება სივრცეში. ასევე არის საკმაოდ ბევრი სათავსო, ამიტომ ზევით აღარ არის გაკეთებული დამატებითი კარადები, არის მხოლოდ ღია თაროები, რომლებიც ძალიან ლამაზად ესეთი ოქროსფერი დეტალებით არის გამდიდრებული და ამ ოქროსფერ მოციმციმე მეტალს შემოაქვს თავისი ხასიათი და აქ რა თქმა უნდა, როგორც ფუნქციურად შეიძლება განათავსო რაღაც ნივთები, რაც გჭირდება სამზარეულოში, ასევე დეკორის განთავსების ძალიან კარგი საშუალებაა და მოგეხსენებათ ახლა ახალი წლის პერიოდი
ბეჭედშიც რატომაც არა შეიძლება ეს სივრცე გამოიყენო იმისთვის, რომ დამატებითი დეკორაციაც გააჩინოს სახლში. მისაღებ ზონაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია ეს გამჭვირვალე კედელი, რომელიც გადის აივანზე, უკვე მოგახსენეთ ამ არაჩვეულებრივი პალმის შესახებ, რომელიც პრაქტიკულად თავისი მწვანე, ფანტასტიკური მარადმწვანე ფოთლებით შემოდის ინტერიერში და ძალიან კარგად ეხმიანება სხვათა შორის ამ მწვანე დივანის ფერს. აქაც იატაკზე არის ბილი ფუმფულა ხალიჩა ძველი, რომელიც ბუნებრივია ფერის აქცენტს გვაძლევს და არაფერი ზედმეტი სხვა ამ სივრცეში არ არის სამუშაო განათება, წერტილოვანი და აქ რეალურად არის მხოლოდ დეკორატიული განათება, რაღაცა ზონების მომნიშნელად დამატებული ამ სივრცეში. თუმცა ეს არაჩვეულებრივი მეტალის ოქროსფერი ჭაღი, რომელიც ეხლა ცოტათი ნაძვის ხის ფუნქციას იცავსებს, ცხადია აი ამ ოქროსფერი ბზინავი ისტორიის გაგრძელება. მასტერ საძინებელში, სადაც არის, რა თქმა უნდა, ეს არაჩვეულებრივი სილამაზის ნათელი ოთახი, დამოუკიდებელი აბაზანა, მაგრამ არ არის ცალკე პლუს გარდერობი, არის გარდერობი, რომელიც აქვე ოთახში აშენებული, თუმცა საკმაოდ მოცულობითია. გრძელდება ამ სახლის ხასიათი, მსუბუქი ნაზი, ფერები არის შემოტანილი ისევ ტექსტილის მეშვეობით, იატაკზე, რა თქმა უნდა, ხალიჩა და უნაზესი ჟაკარდი, როგორც ფარდა. ფრანგული სტილის ულამაზესი ოქროსფერ ჩარჩოებში მოთავსებული სარკეები ამ სახლში არის ყველგან. რაც ჩემი აზრით ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ აქ ტანსაცმლის დიზაინერი ცხოვრობს. აი სწორედ ასეთი სარკეა მიყუდებული აბაზანის შესასვლელში, თავად საწოლი არის დარბილებული საზურგით, სანათიც კი თითქოს ტექსტილითაა დაფარული, ისეთი ფაქტურა აქვს, ძალიან რბილი, პატარა ღრუბელს წააგავს, ამიტომ მთელი აი სიმსუბუქის, სითეთრის, სინათლის განწყობა, რა თქმა უნდა, აქაც გრძელდება. ამ ინტერიერში უფრო მუქი, შავი გრაფიკული აქცენტები პრაქტიკულად მხოლოდ ფილების სახით ჩნდება. ამ სააბაზანოში არის შავი დეტალები, როგორც აქსესუარები, ასევე თვითონ მარმარილოს ფაქტურა, გაცილებით უფრო მკვეთრია და ძარღვები უფრო გრაფიკულია, შესაბამისად ეს შავ-თეთრი ისტორიის გაგრძელება ძალიან ბუნებრივად მეჩვენება. ტექსტილიც კი, მაგალითად პირსახუცები, ყველაფერი სწორედ ამ ხასიათის კიდევ უფრო მეტად წინ წამოსაწევა და შერჩეული. თუმცა ესეთი შავ-თეთრი მარმარილოს ფაქტურის მქონე ფილები არის გამოყენებული მხოლოდ ნაწილობრივად. აქ მიაქციეთ ყურადღება, რომ მთლიანად მთელი კედლები შემოსილია ფილებით, თუმცა ორი ტიპის ფილაა გამოყენებული, ორივე მარმარილოს ფაქტურის, მაგრამ ერთი არის ძალიან ნაზი, თითქმის ერთგვაროვანი და მხოლოდ აქცენტის სახით კედლიდან იატაკზე ეშვება, აი ეს უფრო მკვეთრი ნახატიანი ქვის ვერსია საშხაპეში ძალიან საინტერესო აქცენტს აკეთებს და თან გარკვეულწილად თითქოს რაღაცა რითმს აძლევს აი ამ სივრცეს. კიდევ ერთი საძინებელი, სადაც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, მთავარი, მოქმედი გმირი არის ეს ულამაზესი ძველი საწოლი და მისი თანადროული გარდერობი. რა თქმა უნდა, როცა ოჯახში არის ძველი ნივთები, ბუნებრივია, რომ ხშირად ისინი ერთი სახლიდან მეორე სახლში მოგზაურობენ და ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია. და ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება ძალიან ძველი ნივთი სრულიად თანამედროვე ინტერიერში შესანიშნავად გრძნობდეს თავს. ამ ოთახს, რა თქმა უნდა, დამატებით უდიდესი პლუსი ის აქვს, რომ კუთხისაა და სამი დიდი ფანჯარა აქვს, რომ სინათლის ნაკლებობა აქ არასდროს იქნება. Plus ეს აბსოლუტური სითეთრე, რომელიც ძალიან კარგად მიესადაგება აი ამ თეთრსავე საწოლს, ნამდვილად განსაკუთრებულად სასიამოვნოს და მსუბუქს ხდის ამ ინტერიერს. ასეთი ტიპის ნივთები იმდენად დიდი ხასიათით შემოდის ხოლმე ინტერიერში, რომ თუ ვართ ბედნიერი მფლობელები, ძველი ნივთების ნამდვილად ღირს, რომ მათ მივუსადაგოთ რაღაცა ტიპის სივრცეების ხასიათი. თავად გარდერობი ძველი არის ძალიან დიდი და დარწმუნებული ვარ, რომ უაღრესად ტევადია.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არაჩვეულებრივი სარკეებით არის დამშვენებული და ამის ხარჯზე მისი ზომა არც იკითხება, სრულიად ჰაეროვანია. მაგრამ აქ დამატებით იყო საჭირო სათავსოს გაჩენა, ამიტომ აი ეს კუთხეში ძალიან სწორად დაგეგმილი გაჩნდა კიდევ ერთი თანამედროვე აბსოლუტურად სადა გარდერობი, სადაც აქვს ერთი დეტალი, ჭრის, ოვალური, რომელიც ეხმიანება თავად ძველი გარდერობის დეტალებს და ამის ხარჯზე თან თითქოს წაშლილია აბსოლუტურად, მაგრამ როგორც კი დაინახავ, იმ წუთში ლოგიკურად ხვდები, რომ სწორედ ასეთი ტიპის ფასადით უნდა შემოსულიყო ამ სივრცეში დამატებითი სათავსო. ჩემი აზრით ეს არის სრულიად შესანიშნავი სილამაზის სივრცე. ყუდრო მიუხედავად იმისა, რომ აი ახლა დასრულდა რემონტი და ეს არის არაჩვეულებრივი თვისება სახლის, როცა უკვე თავიდანვე, პირველივე წუთებიდანვე გაგრძნობინებს, რომ ეს იქნება ძალიან თბილი, კომფორტული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყუდრო სახლი. და ეს ნამდვილად არის ხოლმე სახლის მეპატრონის დამსახურება. ამ შემთხვევაში ქეთი ჩემი აზრით სრულიად ბრწყინვალედ იმუშავა, ისევე როგორც თავის კოლექციებზე მუშაობს ხოლმე და შესანიშნავი იდეებით სავსე ულამაზესი ნათელი ინტერიერი გვაჩვენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ეს იდეები, როცა თქვენი საოცნებო სახლის მშენებლობა დაიწყებთ. ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემა და ძალიან ხშირად დასმული კითხვა. კედელი სველდება შიგნიდან. გარეთ გამავალი ფანჯრის ქვეშ მუდამ არის ნესტი, კედელზე მოდის წყალი, კონდენსატი ჩნდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კედელი ზიანდება, ჩნდება ობი, რაც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარდა ამისა, მუდმივი პრობლემა და დისკომფორტია. რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება, მაგალითად, კნაუფის სისტემების მეშვეობით მსგავსი ტიპის პრობლემის მოგვარება? რისგან ჩნდება ეს კონდენსატი? რა არის არასწორად გაკეთებული სახლში? ეგ არის იმის იბრალი, რომ ამ კედელს არ გააჩნია საკმარისი თბოიზოლაცია. საიდან? გარედან თუ შიგნიდან? მთლიანად აი კედელს არ აქვს საკმარისი თბოიზოლაცია. თქვათ, უყურეთ, ისე მშენებლობის პრობლემა, ანუ? კი, ისე მშენებლობის პრობლემა არის, თქვათ, რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ იყო ნორმირებული, ვისაც როგორ უნდა ისეთ კედელს გააკეთებდა. ეხლა ეს უკვე აღარ არის. უკვე კანონმდებლობაში ჩაწერილია მკაფიოდ, რომ მაგალითად თბილისში სახლის გარე კედელი უნდა იყოს 0.38 ვატი კვადრატულ მეტრზე. ეს რას ნიშნავს, რომ დანაკარგი 1 გრადუსის სხვაობის დროს შიგნით და გარეთ 1 გრადუსის სხვაობის დროს 1 კვადრატული მეტრიდან 0.38 ვატი იკარგება. როდესაც მაგალითად ეს კედელი არის არასაკმარისი თბოიზოლაციის რა ხდება? გარეთ სიცივია, შენობაში ზამთარში ხდება ხოლმე როგორც წესი. კედელი ცივდება იმნაირად, რომ სახლში მყოფი თბილი ჰაერი, ანუ ამაში ხო არის წყლის ორთქლი, ის წყლის ორთქლი კონდენსირდება უკვე კედელზე. აი ალბათ ფანჯარაზე რომ არის ხოლმე ფანჯარამ რო ტირილი იცის, ზუსტად იგივენაირი რაღაცა ხდება ამ კედლებზე. როდესაც თქვა საკმარისი თბოიზოლაცია გააჩნია ამ კედელს, არაფერიც არ ჭირდება, ეს კონდენსატი არ გაჩნდება. როდესაც არასაკმარისია ეს თბოიზოლაცია კედლის, მაშინ ჭირდება. საუკეთესო ვარიანტია რომ გარედან გაუკეთოთ ეს დაცვა. თქვათ, აი მაგალითად აი ეს რო შევხედოთ, ეხლა რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს აგურის კედელი იყო, ეს ბლოკის კედელი. ან თუნდაც დავუშვათ თქვენი. აი ეს ან პენოპლასტით თბუნდება, ან ქვის ბამბით. და მე ნუ შესაბამისი მასალებით ილესება. და შემდეგ ილესება. რაღაც აი ეს არის სტანდარტი. ეს უნდა გაკეთდეს, თქვათ, როდესაც სიტყვაზე აი ბლოკით ავაშენეთ გარე კედელი, იმას რა თქმა უნდა თავისი საკმარისი თბოიზოლაცია არ ექნება, იმიტომ რომ როგორც წესი აკეთებენ ხოლმე 20 სანტიმეტრს, 30 სანტიმეტრს, საუკეთესო შემთხვევაში 40 სანტიმეტრს, მაგრამ 40 სანტიმეტრიან კედელსაც არ გააჩნია ის თბოიზოლაცია, რომ დამატებით არ ჭირდებოდეს შარევა. აქ ერთი კითხვა ჩნდება, ხშირად გამიგია. აი, იყო ადრე აგურის კედლები და არაფერი არ ემართებოდა სახლს. რატომ? რატომ? იმიტომ რომ მეტრიანი და ზოგჯერ მეტიც იყო იმ კედლის სისქე. თუ მაგალითად კორპუსია ჯობია რომ მოილაპარაკონ მცხოვრებლებმა, დახარჯონ დამატებით ფული ან შენებელს, რა ვიცი, თუ აქვს საშუალება,
და თავიდან ბოლომდე დაათბუნონ გარედან ეს შენობა. თუ მაგალითად ვერ აკეთებენ ამას, შიგნიდან მაინც შეგიძლია დაათბუნო. შეიძლება თქვა რაღაცა შედეგი მიიღო შიგნით, მაგრამ კედელი ხრჩება დაუცველი. შეიძლება თქვა შეიძლება კი არა დასველდება და თუ მაღალი ყინვები იქნება, შეიძლება კედელმა დაშლაც კი დაიწყოს. ანუ შენობა ხრჩება დაუცველი. უნდა მივაქციოთ ყურადღება გარეთ თბოიზოლაციას შენობის. ნაოფის სისტემების მეშვეობით პრინციპში შიგნიდანაც შეგიძლიათ რომ დაათბუნოთ შენობა, სამწუხაროდ ამ პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხრით და აუცილებელია უფრო კომპლექსური მიდგომა და მსგავსი სისტემის შენობის გარედან გამოყენება. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რათავრია სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოვყევით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად.